მოგესალმებით, შემდეგი პოდკასტი, რომელშიც საუბრობთ ხოლმე მეცნიერებაზე და ტექნოლოგიებზე. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო და რაღაც განსხვავებული პოდკასტი, იქიდან გამომდინარე, რომ თემა არის ნამდვილად განსხვავებული ჩვენი რეალობისთვის, იმიტომ რომ ხშირად ნამდვილად არ იმართება ხოლმე ისეთი ღონისძიებები, როგორც არის RoboBattle მაგალითად საქართველოში, ხო? გამარჯობა, ჩვენთან ერთად არის ავთო მღებრიშვილი, რობოტიკის ასოციაციის დამფუძნებელი და შენ ხარ ორგანიზატორი, ესე ვთქვათ, საქართველოში რობოტების ბრძოლის, ხო? აი და მაგაზე მოდი დავიწყოთ, რას ნიშნავს ჯერ ალბათ RoboBattle, იმიტომ რომ მე პირადად მინახავს ესეთი რაღაცები, მაგრამ მინახავს უცხოეთში და რა ვიცი, სანახაობა ძალიან მაგარია ხოლმე რა, როდესაც რობოტები ერთმანეთს გადიან და იბრძვიან და იმის უკან კი არიან ადამიანები, მაგრამ თვითონ ხედავ რომ იქ რაღაც ორი რობოტი ერთმანეთს ებრძვის და აი რაც რეალურად ამ ბრძოლის და გასართობი სანახაობის უკან რეალურად არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც არის ინჟინრებისთვის, ხო, და რაღაცა ვინც ამ ყველაფერს უკან დგას, იმას არის რაღაცა мотиваცია, რომ იმუშაონ რობოტებზე და ამ მიმართულებით განვითარდეს ზოგადად საქართველოს ხო ტექნოლოგიური მიმართულებით. მოკლედ, რა ვიცი, აი დავიწყოთ და პირველ რიგში აგვიხსენი რას ნიშნავს ეს RoboBattle და რა იგულისხმება ამაში. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მოდი დავიწყოთ სუთავიდან, ხო? კი ბატონო. ეს თვითონ ეს მიმართულება ბათლბოტები მოდის საერთოდ ამერიკიდან 2000-იანი წლებიდან, სადაც აი ესე სამუყარულო დონეზე ჰობისტები, ინჟინრები, ელექტრონიკის მიმართულებით მომუშავე ადამიანები და მათ შორის დიზაინერები, იმიტომ რომ აქ დიზაინის კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, გამძლეობისა და დახრილობის და ძალიან ბევრი ესეთ ფიზიკის. ხო, როგორი ის იქნება მაგაზე არის. და ნუ რაღაც სამუყარულო დონის შეჯიბრი გადაიქცა მე ძალიან დიდ შოუს, რომელიც CNN-ზე და ბევრი ესეთ ტელევიზიო შოუს აქციას საბოლოო ჯამში და დღესაც კი ყოველ შაბათ-კვირას გადის ტელევიზორში და ასევე ლას-ვეგასში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოუ, სანახაობრივი ნაწილი, სადაც ბილეთები იყიდება, ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს და ამ შემდეგ. ეს კულტურა მე უკვე ევროპაშიც გავრცელდა და აზიაში, ინდოეთშიც არის ამის წარმომადგენლობა, ევროპაში რამდენიმე ქვეყანას აქვს და ჩვენს რეგიონშიც ჩვენთვის ყველაზე ნაკლებად საინტერესო და ნაკლებად მეგობრულ მეზობლებსაც აქვთ. დავწუხაროთ საკმაოდ კარგ დონეზე და ჩვენთანაც საქართველოში 2014 წელს ბათბოტების ესეთი რობოტების თამაში ესეთი ერქვა უნივერსიტეტის დონეზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააკეთა. და სადაც რამდენიმე სხვადასხვა უნივერსიტეტის იყვნენ ჩართულები. მაგის მერე ფაქტობრივად არაფერი გაკეთებულა და ჩემთვისაც რო აღვნიშნო ესეც რომ მაშინდელი ჩატარებული ტურნირი გახდა იმის мотиваცია და ინსპირაცია რომ მე რაღაცა ჩემი მომავალი ტექნოლოგიებისკენ დამიკავშირებინა. და მაგით ჩავაბარე მე სწავლობდი პარალელურად ტექნოლოგიას, ინჟინერიას, რობოტიკას და შემდეგ და სულ იყო ის განცდა რომ ნეტა ეს კიდევ ბევრჯერ ჩატარდეს. და ჩემი საქმიანობის ძირითადად საგანმანათლებლო საქმიანობით ვიყავი დაკავებული და ვცდილობდი რომ რეგიონებში, სკოლებში სტუდენტებისთვის ტექნოლოგიური განათლება, თანამედროვე პროფესიები მესწავლებინა, გამეძლიერებინა ამ მიმართულებით და განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევდი ასევე ინჟინერიას, რობოტიკას, ელექტრონიკას, რომელიც პირდაპირ საჭიროა ამ ტიპის ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომ ყავდეს კარგი ხარისხიანი გამოცილი გუნდები. და აგერ 2 წლის წინ გავაკეთეთ ასოციაცია, ჩემს გუნდთან ერთად, ბევრი თანამოაზრე შემოვიკრები ამ დროში, ბევრი ადამიანი იყო, ვისაც ეს თემა ისაც აინტერესებდა, თვალს ადევნებდნენ აგერ სხვა შოუებს ნახულობენ YouTube-ის დახმარებით და შემდეგ და ნუ ყველასთვის მეტნაკლებად ოცნება იყო, რომ ესეთი რაღაცაში მონაწილეობა მიეღო. გასულ წელს პრინციპში 2 წლის წინ ჩვენ გავაკეთეთ საგანმანათლებლო რობოტიკის შეჯიბრი, რომელიც ორიენტირებული არ იყო ბრძოლაზე და განადგურებაზე, თუმცა ინტელექტუალური იყო და დაგეგმარების ნაწილი, კოდირების ნაწილზე იყო აქცენტირება გაკეთებული, სადაც 100-მდე გუნდი ყავდა, ძალიან კარგად ჩაიარა, შარშანაც გავაკეთეთ იგივე, ოღონდ დავამატეთ აქ სუმო რობოტების შეჯიბრი, სუმო რობოტების შეჯიბრის გარკვეულწილად საინტერესოა, იმიტომ რომ სუმოს რინგია სტანდარტული, სადაც 2 რობოტი წინასწარ უნდა გაწიოს და რინგიდან გადააგდოს. და ნუ მაგას საინტერესო წესებია, ან როგორც რეალურ სუმოშია, რომ ფეხს როგორც კი გადადებ უკვე ავტომატურად ის არის წაგებად იცვლება და შემდეგ აქაც როგორც კი ბორბალი გადავა რინგიდან იგივე ლოგიკით წაგება. და სტილი როგორია ეს რაღაც ერთმანეთს ეჯახება? ზუსტად იგივე არის წრე, არის რაღაცა ცენტრალური ზონა, სადაც ერთმანეთის პირისპირ დგებიან რობოტები, მაგრამ შეუძლიათ გვერდულადაც დადგნენ, ეგ უკვე ლოგიკაზე და კომბინაციაზეა, როგორ დააყენებენ და როგორ გათვლიან, მაგას დაყენებული და 5 ანუ ავტონომიური უნდა იყოს მთელი მუღამი მაგაშია რა, შენ არ უნდა აკონტროლებ და ხელით. ან კოდიც ისე უნდა დაწერო, რომ ერთის მხრივ რობოტმა აღმოაჩინოს მეორე რობოტი, მიხვდეს რომ ის არის, მისკენ წავიდეს და რინგიდან გადააგდოს. თან ისევ თვითონ არ გადავარდეს. ხო.
ხო, მოგეთ ძალიან საინტერესო უფრო პროგრამული ნაწილიც არის ჩართული გარდა უშუალოდ ვიზუალისა და მათ შორის წონის განაწილებისა და მოჭიდებისა, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრ რაღაცას ცვლიან, მაგალითად საბურავები რის გამო იყოს დამზადებული, რომ კაი მოჭიდება ქონდეს იმ ზედაპირთან მიმართებაში და აშენე რა. ის არ არის მარტო რობოტი დავაყენე და ჩავრთე და მოგეთ ბევრი გათვლითი მექანიზმი არის ჩართული ამ ყველაფერში. ეგ გავაკეთეთ, ეგეც ძალიან საინტერესოს გამოვიდა და საბედნიეროდ მე ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩაატარა რობოტბათლი. და 10-მდე გუნდი იყო წარმოდგენილი, მეც გამიკვირდა რომ ესე იგი რაღაცა უკვე თან ეს არის საუბარი, რომ საუნივერსიტეტო დონეზე გაკეთდა ეს ყველაფერი და რაღაცა უფრო დიდ მასშტაბებზე. და ამ საუნივერსიტეტო დონეზეც რო 10 გუნდი მოვიდა, თან საკმაოდ დახვეწილი რობოტები ყავდათ. ჩვენთვისაც რაღაც სიგნალი იყო ერთგვარი, რომ აი ესე იგი ქვეყანა უკვე მზად არის რაღაც დონეზე, რომ საერთაშორისო თუ არა მინიმუმ საქართველოს მასშტაბით რობოტიკის შეჯიბრი გაკეთდეს, რობო ბრძოლა. ხო და გუნდები ახსენე რა და ეგ მაინტერესებს, ანუ ძირითადად ანუ რამდენიმე ადამიანისგან არის ხოლმე, ხო, ესეთი და ხო, ჩვენ შემთხვევაში 2-დან 5 კაცამდე გვყავს რა. სადაც ნუ ყველას აქვს თავისი როლი, კი, ანუ პილოტები არიან, შესაძლებელია რომ 2 პილოტი იყოს თითო გუნდში, იმიტომ რომ ერთი მართავდეს თვითონ რობოტს, მოძრაობას და ასე შემდეგ. და მეორე უშუალოდ იარაღს. იმიტომ რომ აქ იარაღსაც შეიძლება ცალკე კონტროლი ქონდეს. მათ შორის ჩვენ რაღაც მოთხოვნებიც გვაქვს, რომ ცალკე კვება ქონდეს იარაღს და შემდეგ დამოუკიდებელი. იმიტომ რომ ეს პრობლემა შეება სანახეობრივს ხდის. დამოუკიდებელი კვებაში ასგულებს. და ბატარეა დამოუკიდებელი მაგალითად რა, რომ ერთი რომ მოძრაობაზე აქცენტირების რომ შეიძლება რომ ეგ ბატარეა დაგიზიანდეს, მაგრამ შეიძლება რომ ამ დროს იარაღი ჩართული ქონდეს რა. შეიძლება რობოტი გაჩერდეს, მაგრამ მოწინააღმდეგე თუ მოვა სერიოზული ზიანი მიაყენოს მაინც. ხო. ენთელი მუღამი ეგ არის ამ ყველაფერში. და ეს არის ალკევოს ვიღაც მინჩება დიზაინზე მუშაობდეს ალბათ, ხო? კი, დიზაინის კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია რა. ერთი რომ წონის განაწილება, ბალანსირება, პლუს ზოგსახ სტრატეგია, რომ ცოტა დახრილი ცხვირი ქონდეს, რომ ამ გდები მექანიზმის, ანუ მინიმალური ძალისხმევი და ბატარეის გამოყენების გარეშე მოწინააღმდეგე აწიოს რაღაც დონეზე. და მე დაახმაროს უკვე დამრტყმელი მექანიზმი ან იარაღი რომელიმე. ხო, აიგენი რაც მე ვინახავს, ეგ არის ხოლმე, თითქოს ქვემოთ რაღაც რაღაც იმას ურტყავს და ააგდებს ხოლმე ზემოთ. ეგ მაგიმაზე ამოფალბო. ეგ არის ერთ-ერთი იარაღი რა, თორე ბევრნაირი იარაღი ხა ჩვენ შემთხვევაში შეზღუდვებიც არ გვაქვს. მაგალითად არ გვაქვს შეზღუდვა ცეცხლზეც კი რა. შეიძლება რომ ცეცხლიც გამოიყენო რა. შოუსთვის შოუს ელემენტებისთვის არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს გარდა სასროლი მექანიზმებისა და მჟავისა და ეგეთ რაღაცეების, რომელიც საზიანო არა მხოლოდ მოწინააღმდეგეს, არამედ ზოგადად იმ გარემოსთვის შეიძლება იყოს რა. ამ ცეცხლსაც რა თქმა უნდა გვაქვს სამისი შეზღუდვები, რის გამო უნდა შედგებოდეს ეს ცეცხლი, რამდენი გაფრქვევის მომენტში რამდენ სანტიმეტრზე უნდა აფრქვევდეს, იმიტომ რომ რაღაცის მერე, ანუ მაგალითად მეტრა 20-ზე ზევის თუ აფრქვევს უკვე არ შეიძლება ხალხს. ხო. ნუ ხალხის დაცულობა მაქსიმუმში ეს არის. დაცულია, იმიტომ რომ სპეციალური რინგი მზადდება, რომელიც ცალკე სანახაობრივად საინტერესოა. იმ რინგს თავისი იარაღები აქვს, თავისი დრო, თავისი სული ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს რინგიც აბსოლუტურად ჩართულია თვითონ შოუს ნაწილში. გუნდებს აქვთ რაღაც სხვა ღილაკები, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ რაღაცების გააქტიურება და მოწინააღმდეგეს შეშლა, ხელი შეშლა. რა თქმა უნდა, ეს ორივე გუნდს შეუძლიათ თავის ძოზე გამოიყენოს. ჩვენ ბევრი ფილმი გვინახავს, მათ შორის იგივე მექანიკით, ხო? აი რეალ სტილი ახსენდება ხოლმე ყველას, რომ აი ჰუმანოიდი რობოტები, ადამიანების მართული რობოტები იბრძვიან რინგზე. ესეც პრინციპში აგერ 2 დღის წინ გქონდა ეგეთი შემთხვევა ჩინეთში და ალბათ დროის ამბავია, მაგრამ საიდანაც უნდა მივიდე. კუნგ-ფუს ბრძოლა რო ქონდათ, მაგას ხო არა? ხო, ნახე, ხო, ორი რობოტი კუნგ-ფუს. Unity-ს ახალი რობოტებია, საკმაოდ იაფიანი ვერსიები გააკეთეს ჩინელებმა და უკვე რაღაცა ის გააკეთეს რობოტების სოფლიო ჩემპიონატი. ესე დააკეთეს. ერთბრძოლიანი იყო, მაგრამ ნუ საწყისად შეიძლება ჩავთავაზო. მაგრამ ეხა ეს ვიზუალურად ანუ მაინც ხო, ეხა დაზე ჩვენაზე ვსაუბრობთ კონკრეტულად, არის მაინც რაღაც იმას გავს ხოლმე. უფრო ნუ ხო, მანქანებს გავს რა, ის არ არის რომ ეხა მაინც და აი მაქრო ძალიან საინტერესო რა, ანუ რამდენად პერსპექტიულია რა, როგორ ფიქრობ შენ მაგ მიმართულებით, აი რამდენად შეიძლება რომ ეს კიდე უფრო და უფრო განვითარდეს და რაღაცა იმან შორის სანახაობა შეიცვალოს, კიდაც ეხა შენ თქვი რომ რაღაც კუნგ-ფუს მოჩხუბაი რობოტები და რამდენად შენი აზრით აქვს მაგას რომ აი როგორც სპორტი უფრო განვითარდეს რა და როგორ მიმართულებით შეება წავიდეს ეგ. ხო, აი მაგაზე შეგვიძლია გამოცდილებით ვისაუბროთ, ეხა ეს ბათბოტები 2000-იანებიდან დღემდე, ანუ 25 წელია
მუდმივად ტარდება. თან იმდენში აი ყოველ კვირაში ტარდება როგორც აღნიშნე ლას-ვეგასში რა. არა, ამის გარდა ამერიკაში უფრო სერიოზულ დონეზე, იმიტომ რომ იქ აქვთ საუნივერსიტეტო ჩემპიონატები, შტატში ჩემპიონატები, მერე შტატებს შორისში ჩემპიონატები და მერე მთლიანად ქვეყნის მასშტაბით რა, ძალიან დიდ დონეზე. ეს რაც გადის ლას-ვეგასში, ეს არის ხოლმე უკვე კი, მაგრამ ისინი აქვს წარმომადგენლობები აქვს, ცოტა პატარა ვერსიები აქვს გაკეთებული, სადაც კილოგრამები და წონებიც სხვანაირად თამაშობს. რა ხა საუნივერსიტეტო დონეზე შეიძლება რომ მრავალფეროვანი წონითი კატეგორიები აქვს, სადაც 3 კილოანი, 5 კილოგრამიანი, 15-იანი, 10-იანი, 30-იანი, 50-იანი. მაქსიმუმი რა არის მან? 113 კილოგრამია მაქსიმუმი იქაც რა, ეს heavyweight-ი არის, მოკლედ ყველაზე მაქსიმუმი წონა, როგორც UFC-ში არის. იდენტურად არის, აქაც რაღაცეები წამოღებული, სახელწოდებები, დასახელები და ასე შემდეგ რა. ხო და რაც შეეხება განვითარებას 113 კილო უკვე ძალიან დიდი. 113 ხო, ჩემი წონის რობოტი. ვაუ. 113. და ეგეც აი მანქანის ფორმის არის. კი, მანქანის. მაგხელა მასა რატო აქვს? ფორმაში არავინ არ ზღუდავს რა. მთელი მუღამი აქ მანქანის ფორმაში, იმიტომ ამბობ ხოლმე მეც რომ ბორბლებით გადაადგილდება რა. იმიტომ რომ ყველაზე მარტივი მართვის მექანიზმი ეგ არის დღეს-დღეისთვის. ხა ფეხები გავუკეთო ადამიანის ყავს, იქ ცალკე ძალიან რთული მექანიკა ერთვება, რომელიც ჯერჯერობით გაუმართავია, თუმცა გარკვეული პრეცედენტები დაიდო, ბევრი კომპანია მუშაობს ჰუმანოიდ რობოტებზე და ალბათ აი საბოლოო ჯამში მაგამდეც მივალთ და ეგ იქნება ამის განვითარების ბოლო ეტაპი, რომ ჰუმანოიდი რობოტების ბრძოლა იქნება რა. ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის ზოგადად ტექნოლოგიების განვითარება რომ მნიშვნელოვანია, მაგაზე რა ორი აზრი არ არის და ევროპაში ესტონეთის მაგალითი არის საკმარისი იმისთვის, რომ მოვიყვანოთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის განვითარებისთვის, არა მხოლოდ რა ვიცი, თითოეული ადამიანის ბედისთვის და მომავლისთვის ტექნოლოგიების როლი ჩვენს ყოველდღიურ ევროპაში და რატომ ავაქციოთ პრიორიტეტად მაგალითად რა, რომ აგრო თემა ძალიან საინტერესოა, ძალიან კაია, მაგრამ ეგ გრძელვადიან პერსპექტივაში ისეთ კარგ შედეგს ვერ მოგვიტანს. ჩვენაირი ზომის ქვეყნისთვის რა. ხო და მაგიტომ არის რომ ესეთი ტიპის ღონისძიებები ეხმარება ერთი რომ ინტერესის, მეორე რომ შოუს ელემენტები, სანახაობრივი ელემენტები, რა როგორც სპორტში შეიძლება რომ აი ფეხბურთის ყურება რატომ მოწონს ხალხს, რომ რაღაცა დამატებითი мотиваცია, დამატებითი სტიმული არის, რაღაცა ზოგი აზარტულია და მაგის გამო მოწონს და ყოველ შემთხვევაში ეს ინდიკატორი არის, რომ რაღაცებით დაინტერესდნენ. კი. და სწორედ ეგ იყო ერთ-ერთი მიზანი იმისა, რომ აი ხალხში მაქსიმალურად გაგვეზარდა мотиваცია და ინტერესი აი ამ ტექსტსფეროებისთვის რა. იმიტომ რომ აქ მარტო ინჟინერია ხო არა, აქ ძალიან ბევრი კონკრეტული კომპონენტია რა. იმიტომ რომ გუნდურად მუშაობის თემა ეგ ეს არის, რომ დაგეგმარების ნაწილი. ზოგადად სტრატეგიების დასახვად შეუულიათ, რომ მაგალითად რა ვიცი, პირდაპირ არ გაექანოს რობოტზე და აცადოს რაღაც დაიხან. ნუ ბევრი კომპონენტისგან შედგება ეს შოუ. აი შენ თქვი რომ კოლეჯები ამერიკის შემთხვევაში და ჩვენთან ახლა ეგ როგორ არის, ანუ სიტყვაზე უნივერსიტეტებიდან არის თუ ნებისმიერ ტიპ შეუძლია იდეაში მიიღოს მონაწილეობა? ხო, აი ეგ მოდელი იყო ჩვენი მიზანიც ერთგვარი რა, რომ ჩვენ ახლა ეს დამოუკიდებლად ძალიან რთულია, რომ ესე თავისუფალი ადამიანები ნახო, რომლებსაც საკმაობულები არიან და მაგისთვის დრო გამონაო. ამიტომ დავიწყეთ ჩვენ სკოლებთან, კოლეჯებთან და უნივერსიტეტებთან მემორანდუმების გაკეთება პირველ რიგში და უკვე საკმაოდ ბევრი მემორანდუმი გავაკეთეთ, ამ შრომები დავიწყეთ უნივერსიტეტებთან, სადაც ჩვენ გამოცდილებას უზიარებთ, ვეხმარებით შიდა ჩემპიონატების ორგანიზების ნაწილში და ასევე ისინი გვეხმარებენ ამ საუბარს გამოთქვამენ, რომ უკვე საერთაშორისო მასშტაბით ჩატარდება ხოლმე გუნდები დაეხმარონ და ხელი შეუწყო, რომ გამოიყვანონ შესაბამის ჩემპიონატში. სწორედ ეგ არის დღეს რეგისტრირებული მონაწილეებისგან გუნდებისგან 58% არის სტუდენტური გუნდი, დანარჩენი 13% ნაწილდება სკოლებზე, ძალიან მიხარია რომ სკოლებიც არიან ჩართულები, სულ რაღაც 9 გუნდია, მაგრამ მაინც საკმაოდ ბევრია ახლა პირველ ეტაპისთვის და დანარჩენი რაც ეგეც ძალიან აბედნიერებს არიან დასაქმებული ადამიანები, ვისთვისაც შეიძლება ეგ ნაწილი ბავშვობა იყო და ბავშვობის წლებში, მაგრამ ეხლა მიეცათ საშუალება რომ აი სულ ეხლა მახსენდება 59 წელს ერთი კაცი ყავს. მართლა. მონაწილედ. და ეგ ძალიან მაგარია. ვა, და ეს 59 წელს კაცი ხდა, ეხლა მუშაობენ რეალურად რა მომენტია ხო? რაღაც პერიოდი არის რომ შეგიძლია რეგისტრაცია. 28 მაისამდე არის იყო ეს ხო როგორც ვიცი და მე უკვე არის რეგისტრი კიდე ხო აწყობის ამაკიდან იწყება უკვე მანდ ანუ პარალელურადაც გქონდა შეიძლება იმიტომ რომ აქ ჩვენ რაღაც სპეციალური ისინი უკვე წესები და კრიტერიუმები უკვე ისეც გვიდევს ოფიციალურად საიტზეც GRAD-ზე ვისაც აინტერესებს მონაწილეობის წესები, მათ შორის რობოტის აწყობის წესები, გვაქვს რა, ამდენიმე გვერდიანი, გაიდლაინი, თუ რა შეიძლება და რა არ შეიძლება აქ.
ბევრი სპეციფიკაციები გვაქვს, მაგალითად რადიო მიმღებზე, ბატარეებზე და ამავდროულად რა. ეგ წესები ძალიან აუცილებელია იმისთვის, რომ ერთის მხრივ შოუ იყოს უსაფრთხო, მეორეს მხრივ იყოს სამახაობრივი და ის მომენტი არ იყოს, რომ აი ბატარეა დამიჯდა და ხა რობოტი აღარ მუშაობს რა. ხო, ეს გუნდსაც დაეხმარება თქმა უნდა საორგანიზაციო ნაწილსაც, რომ დამატებითი ბატარეაც რო არსებობდეს ძალიან კაია, რომ შოუ არ გაფუჭდეს მაგის გამო რა, მინიმუმ. და და როდის ფიქრობთ ან დაახლოებით როდისთვის არის ჩანიშნული? ეხლა გვაქვს გათვლა, რომ ივლისში გავაკეთოთ პირველად. ყველგან გვიწერია, რომ 13 ივლისი იქნება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გადაიწევს არამედ, მაგრამ მაგთვეს რო არ გაცდება, მაგაში დარწმუნებული ვარ, ამ ეტაპზე მაინც. მაი მაყურებელს ვისაც მაგალითად რეგისტრაციას ალბათ ვეღარ მოვასწრებ, იმიტომ რომ დასრულებული იქნება ეს ვიდეო რო დაიდება რეგისტრაცია, მაგრამ თავისუფალი იქნება დასწრება და ჩემი ამ ღონისძიების ერთ-ერთი მიზანი რაც ბევრჯერ ვახსენე უკვე არის, რომ ეს საინფორმაციო ნაწილში ძალიან დიდი გავლენა იქონებს შესაბამისად, ველოდებით მშობლებს, ბავშვებს, ოჯახებს, მასწავლებლებს, ყველას აბსოლუტურად, ვისაც ეს სფერო ერთხელ მაინც დაინტერესებული ამ სფეროთი და ძალიან მაგრა შოუს დავდგავთ რა, იმიტომ რომ ამ ღონისძიებაზე, როგორც აღნიშნე, იქნება სუმო რობოტების სცენა. მაგ სუმოზე უნდა მეკითხან, მან უკვე ეს პილოტი არ არის? მან პილოტი არის. მან თელი მოგამისა ეს რომ ეს რობოტები დადგებიან ერთმანეთის წინ და ღილაკები უნდა ქონდეთ ჩართვის. მან AI სისტემის შეუძლიათ რომ AI გამოიყენოს. აი თელი მოგამე ეგ არის რა, როგორ ადაპტირდება გუნდი დღევანდელ ტექნოლოგიურ რესურსებთან. აი ეგეც ძალიან საინტერესოა რა. რომ რამდენად გამოიყენება. ისე სტანდარტულ რეჟიმში იყენება ხოლმე მინიმალური პროგრამირება, აი ძალიან მარტივად რო თქვა, მაგალითად 6-7 მე-6 მე-7 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ უკვე გააკეთონ ეგეთი რაღაცა ბლოკური პროგრამირებით, ხო? აი ხო, Scratch-ზე და რაღაცებს რო აპროგრამებენ ხოლმე მე-5 კლასელი ბავშვები, დაახლოებით იდენტური პროგრამირების რესურსები აქვს Arduino-საც და ამ შემდეგ და აი მარტივად შეუძლიათ რობოტი ააწონ გადააკეთონ რა. თელი მუღამი მაგის ის არის, რომ Sumo-ზე კიდევ უფრო მრავალფეროვანი წარმომადგენლობა გვყავდეს გუნდების, რომ ბავშვების იყვნენ ჩაერთონ, რომ ამის უშუალოდ ჩემპიონატში რომ მოვლენ, ამასაც ნახავენ და მე მიზანის გაუჩნდებათ, რომ ნახე ესეც შეიძლება განავითარო რა. ანუ Sumo-ს განვითარება არის რობოტების ბრძოლა და რობოტების ბრძოლას განვითარება არის უკვე ჰუმანოიდი რობოტების ბრძოლა. რომელიც ალბათ იგვექნება ჩვენც თუ ქვეყანა მწყობში იქნება. ეგ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია ამ ყველაფრის. ხო და მანამ დავიწყებდი ჩაწერას, რაღაც ვილაპარაკეთ. ხო, როგორც ძალიან ბევრი ადამიანი დაარეგისტრირდა უკვე, ხო, რაც ეგ ძალიან კაი ამბავია ალბათ რა. ძალიან და ცოტა თავიდან არ ველოდით მართლა და ფიქრობდით, რომ აი ორგანიზების ნაწილში რომ დავიწყეთ ამის გამოცხადება. მოლოდინი იყო, რომ აი რა ვქნათ, რომ რაღაცა 5 ან 10 გუნდი დარეგისტრირდეს და აი საუბრობდით რა ეს საორგანიზაციო თიმი ვინც ვართ. ჩვენ გავაკეთებთ მეთქი 1-4-5. 1-4-5. ვინ შემოა იმად დავაყრით ჩვენ. რაღაცა ეგრე გავაკეთებთ. მართლა გქონდა გაწოლი ეგეთი, რომ მზად ყოფნა გქონდა ყოველ შემთხვევაში გუნდები თუ არ იქნებოდნენ, რა ჩვენი გავაკეთებინა რა. მაგრამ ამის საჭიროება არ დადგა, იმიტომ რომ ეხა დღის მონაცემებით არის 84 გუნდი რეგისტრირებული. სამივე კატეგორიაში, იმიტომ ჩვენ წონითი კატეგორიები გვაქვს, კილონახევრიანი წონითი კატეგორია, 5 კილოგრამიანი და 15 კილოგრამიანი. და ძალიან ბევრი გუნდია რა. პირველ კილოგრამი ნახევრიანზე არის 30 გუნდი, 5 კილოგრამიანზე არის 34 გუნდი და 15 კილოგრამიან გუნდზე არის 15 გუნდი უკვე რა. 14 გუნდი ბოდიში. კიდევ ემატებიან, იმიტომ რომ ხო ჩვენ ხო გვირეკავენ, გველაპარაკებიან და არის ინტერესი 1-5-6 გუნდი კიდევ ველოდებით და საკმაოდ დიდი მოცულობითი ძალა იქნება საბოლოო ჯამში ეგენიც რომ დარეგისტრირდებიან. იცი რა არის საინტერესო, რამე გამოცდილება თუ აქვთ ნეტამ, მაგრამ თუ იცი არ ვიცი, ეს სიტყვაზე ვინც ახლა მონაწილეობას ხებს, მაგ მიმართულებით თვითონ თუ აუწყვიათ აქამდე და რაღაცა მაგხრივ როგორი ის არის თუ. აი, რამდენიმე ძალიან ერთეულს, ალბათ 5-დან 10%-მდე აქვს რაღაც გამოცდილება ან თვითონ რომ სკოლის ასაკში დანარჩენი აი გადაწყვიტეს რომ მოდი აიჩნდეს და დავა ეხლა უნდა გავაკეთოთ. კი, რესტურანტების შემთხვევაში ძირითადად არიან არქიტექტორის, კონტროლ მეცნიერების, ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის მათ შორის და მომიჯნავე დარგის მიმართულების სპეციალისტები არიან. მაგრამ აი ვინც უკვე დასაქმებულია, არიან მექანიკოსები მაგალითად. ეხლა დღეს გქონდა ეგეთი შემთხვევა, რომ ჩვენთანაც გვინდა რომ რამდენიმე რობოტი ავაწყოთ შოუსთვის რა, მონაწილეობას არ მიიღებს. მაინც დავტოვოთ, იმიტომ რომ ჩვენს აი ეს 20 ის ბავშვური რაღაცა, ისე ვიყავთ რომ ყველამ თქვით რომ იმდენი მაგის ის მაგარი
ტელევიზიო შოუ გამოდის, რომ ვა, ჩვენც გვიდა მონაწილეობა რა. ეს ორგანიზების ნაწილი. შეგიძლია ჩუმიოვის გააკეთოთ გუნდი და. ეგ ორგანიზების ნაწილი მაგიტო ცოტათი ისეთი, არასაინტერესო, იმიტომ რომ შენს გინდა მე მიიღო მონაწილეობა და მაგას ვიზავთ, რომ გამხსნელი შოუს ჩვენ თვითონ გავაკეთეთ ჩვენი რობოტებით, გავწირავთ, მოკლედ დავშლით, ჩვენ ცოტა დიდ ზონაში გვინდა გავაკეთოთ კიდე უფრო. რამდენი. აი, ნახო თუ გავქაჩეთ 30-ან 40 კილოგრამ კატეგორიაში გავაკეთებთ რა. ეგ რა თქმა უნდა შოუს გარეთ იქნება, შოუსის პრინციპში სამნაწილეო არეალის გარეთ და ნაწილებზე ვიყავით დაშლილებში რა, სადაც აი მანქანის ნაწილების ძრავები გვინდა გამოვიყენოთ რა, მაგალითად მინის გამწმენდის ძრავა. იმიტომ რედუქტორიანი ძრავა და ეგ გამოსადეგი არის ეგეთ რაღაცეებისთვის რა. და იქ რომ მივედით თვითონ ის ხელოსანი ვინც იყო, ვინც მოვყიდა, კი და გვაჩუქა ეს ერთი წალი. ეგეც უნდა აღვნიშნოთ. თვითონაც იღებს სულმე მონაწილეობას. ვაუ, თქვენ აკეთებთ რომ რაღაცა ძალიან ეს შევა ჩვენც რაღაც მოულოდნელი ამბავი იყო რა, რომ რაღაცა ელიავაზე სადღაც დაშილებში და თვითონ იმზადება რაღაცა რობორბო. აი მაგაზე მაგარი ემოცია არ ვიცი რა, მინიმუმ ეგეთი რაღაცეებისთვის ღირს ესეთი ღონისძიების კეთება რა. აი იარაღებზეც ხარ ვილაპარაკოთ, ეგ მაინტერესებს. აი როგორი იარაღებს იყენებენ ხოლმე? იმისთვის ვთქვათ, მაგალითად, ვისაც არ უნახავს ჯერ, ხო, ეს რაღაცა სოფლის მასშტაბში. როგორ ხდება ხოლმე? რა იარაღებია ძირითადად და რა მოლოდინები გაქვთ, რომ აი ჩვენთან როგორ იქნება რა ეს ბრძოლის პროცესი თვითონ როგორი წარმოგიდგენია რა, მაგას მაინტერესებს. მაგაზე ხო ბევრი გვიფიქრია და დაახლოებით გვაქვს რა იარაღი შეიძლება დააყენო, იმიტომ რომ ეს იარაღებს ხო გამოცილია ხა, იმდენი წელია ტარდება, რომ მეტნაკლებად ყველა მიწის რა ტიპის იარაღი შეიძლება გააკეთონ რა. ერთია რომ ეს ცეცხლი წეგან ვახსენე ხო, ესეც ძალიან აქტიურად გამოიყენებენ, ალბათ მე ეს ვფიქრობ, იმიტომ რომ ამ ტონით კატეგორიაში არ ვიცი ის გაშეფუთავენ ისე რომ ცეცხლის დიდ ნაკადს გაუძლოს რა, იმიტომ რომ ეგეც კაი კომპონენტია და მათ შორის თავდაცვისთვის ხო, მე რაც მინახავს ეგა რომ ცეცხლს უკიდებენ ხოლმე რომ. კი, მათ შორის ბატარეა თუ გადახურდა, ანუ უკიდე ცეცხლი და გამოიყვანა წყობილებიდან მორჩა რა, შეიძლება რომ მაგარი რობოტი ყავდეს ძალიან სერიოზული, ეს თუ პატარა სწრაფი რობოტია, რომელიც შემოუვლის უკინდან და წაუკიდებს ცოტა აუწოს ერთ ადგილს. მაგ შემთხვევაში აი ჭკუითაც შეიძლება, აი ეგ არის რა მთელი ამბავი როგორ გათვლიან. კიდე ძალიან პოპულარული არის პნევმატური ამგდები მექანიზმებს, რომელსაც იყენებენ რა. მთელი ამის მუღამისა ეს რომ სპეციალურად ელექტროშოკს არ ტყავსო ხო? კი, ეს პნევმატიკა რა, ესე დაპრესილი არის ჰაერი და უცებ როგორც კი რაღაცა შეუძრება ქვეში და რობოტი ეგრევე იცრის რა. ამ შემთხვევაში აგდების რაღაც იმხელა, ნუ მიანარცხებს კედელზე, მე ის თავისი წონით ეცემა დაბლა და შეიძლება იარაღი მოტყდეს რაღაცა მოტყდეს დაზიანდეს და ეგეც სერიოზულ ზიანს აყენებს ხოლმე. ასევე არის ვერტიკალური და ჰორიზონტალური მბრუნავი მექანიზმი, რომელსაც იარაღები აქვს, რომელსაც აბრუნებს ესე. ეგ ორივე ძალიან ცნობილი მიმართულებაშია. ვერტიკალურს ის პლუსი აქვს, რომ შეიძლება რომ ესე ქვევიდან ზევით ბრუნავდეს და ამგდები ძალას გამოიყენოს დარტყმის გარდა. ჰორიზონტალურს კიდე თუ კარგად დაამაგრებ, შეიძლება ბევრად დიდი მოჭიდების გამო უფრო გამოაცალოს რაღაცა ნაწილი გვერდიას შემდეგ, ანუ უფრო დიდი ზიანი მიაყენოს ზონაში რა. აი მე იარაღის მთელი მუღამი აქვს და მათ შორის აი რობოტებს რო უყურებთ ხოლმე, როგორც UFC-შია მაგალითად ძალა ენერგია რაღაცები რო წერია ხოლმე რა, ტექნიკა სპორტსმენებზე. იდენტურად არის ხოლმე ამ რობოტებზეც რომ რაღაცა შეიძლება სიჩქარე, დარტყმის ძალა. აქ არის ხოლმე კიდევ ერთი ნაწილი ბრუნვის სიჩქარე მაგალითად ძალკე, აი ძრავის ბრუნვის სიჩქარე, რომელიც იარაღს აბრუნებს მაგალითად რა. იმიტომ რომ მთელი ამ შემთხვევაში იარაღის ბრუნვის სიჩქარეც განაპირობებს დარტყმის სიძლიერეს რა. შეიძლება რაღაცა კარგი კონსტრუქცია კონდეს, მაგარი ესე ვქვი, დამტყმელი მექანიზმი ან კარგი იარაღი, მწრელი ან შემდეგ რა. თუ იმას შესაბამისი სიჩქარით არ დაატრიალებ, ნუ მაგას ძალა აღარ ექნება რა. ხო. ამიტომ მანდაც გასათვალისწინებელი რომ ძლიერი ძრავი ჩააყენონ შიგნით, რომელიც ამას დაარტყავს და გაისვის, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე რომ ძრავი იყოს რედუქტორიანი ან შესაბამისი, იმიტომ რომ თუ გაიჭერა ძრავა და ბრუნვა დააწყოს, გააგზელა ისე გადაიწვება. ხო, ანუ ძალიან ბევრი კომპონენტია, რომელიც ერთმანეთთან მიმართებაში კარგად უნდა გაითვალოს. აუ მე даже რაღაცა ტიპს რაღაც ამ რობოტს რაღაცა იხსნება და იქ ამოდის ჩაკუჩივით რაღაც და ესე რო ურტყავენ და რაღაცა. ეგ ჩაკუჩები არის რინგის ნაწილი. ხო. რობოტსაც კი აქვს ეგ ჩაკუჩები. ხო, რობოტს ვიზახი, რობოტი რო იქ სვერლოები და რინგზე არ მინახავს. დრელის იმას აყენებენ, რეალურ დრელებს აყენებენ ხოლმე, რომ ესე რაღაც ჩამწევი მექანიზმია და ეს სვერლო ტრიალებს შეიძლება გაბურღოს. ხო, ხო. რაღაცა ჩაკოდალასავით რაღაცა ჩაკუჩი თვითონ რობოტი გახსნილა რომ მინახავს და იქენ ამოაქვს რაღაც და იმას გირტყავს რა. კი, კი, ძალიან ბევრია. მაგალითად კიდე არსებობს ეგეთი რობოტი, რომელიც საკუთარ სხეულს იყენებს და იარაღაც რა. ანუ ბორბლების წინ მოძრაობის მაგირად ბზრიალებს. ერთ ადგილზე შეუძლია ძალიან სწრაფად იბზრიალოს სლიანი სხეულით.
და კუთხეებში უყენია რაღაც ბასრი რაღაცა ისეთი დეტალები და თუ გაარტყა, ანუ ამ შემთხვევაში ის რობოტი რომელიც ამას უტევს, ავტომატურად ყველა ვარიანტში დაზიანდება რა. ხო. ეგ მომენტიც არის მანდ რა. ვაუ. ხო, ძალიან ბევრი მრავალფეროვანი იარაღი შეიძლება რომელი რაღაცა გამოჩის, მაგრამ ბევრნაირად შეიძლება რომ აეწყოს მოკლედ საბრძოლო მექანიზმები ამის. მაგალითად პნევმატიკა კი ვახსენე, მაგრამ ზოგი იყენებს მაგალითად ჟღუდს, შემდეგ, ანუ ქაჩავს და ერთი ძრავი უყენია, რომელიც ამას ჭიმავს, არბალეტის პრინციპით, ჭიმავს და მე რაღაც მომენტში ისვრის. ანუ ეგ უფრო იაფი, მაგალითად პნევმატური იარაღი თუ ვერ იყიდა, ეს შეიძლება გამოიყენო რა. ვაუ. უფრო იაფიც არის და უფრო ისეთი მარტივიც. ისე აი თუ არის, აი ეხა მანდ ხო თქვით რომ აი იმართება ხოლმე გინას ლას-ვეგასში და მაშინ ხო არის სპორტსმენები მაგალითად პოპულარული ტიპები ყველაზე მეტად და მან თუ იცი ვინმე ეგრე რა თუ არის უკვე მაგდონეზე მისული რომ აი პოპულარული რობოტი რო იყოს რა კი ძალიან და რო იმინა ხალხი რომ აი ის რობოტი მევასება და რაღაც კი ანუ სახელებით იცი ხო მაგას გული ეგეთ ხოძეა ხო ფრენჩაიზ ყიდიან მე რაღაცა ჭიქები და რაღაცები გამოდის მთელ მაგას ვკითხულობ უნივერსიტეტში მაისურებზე მერჩი აქვს ძალიან დიდი და შემდეგ და ნუ ეგ გვინდა რა ჩვენც რაღაცნაირად მივაღწიოთ რა რომ რაღაც მომენტში საქართველოს ბრენდირებული არის თავი. ბრენდირებულია თავიდან ბოლომდე და თითოეულ გუნდს თავისი მერჩია, თავისი წარმომადგენლობა აქვს, ყოველ ბრძოლაში თანხას იღებენ. ხო. ჩვენთვის როგორც ორგანიზატორებისთვის ძალიან მაგარი იქნებოდა რომ მსგავსად დაგვეორგანიზებინა რომ ჩვენ ახლა იმ ხელა რესურსი გქონდეს რომ ყველა გუნდს მივცეს რაღაც ბიუჯეტი ამ ბრძოლაში გქონდეს რაღაცა კონკრეტული თანხა რომელსაც ყოველი ბრძოლის მერე მიიღება იმიტომ რომ ეს ძვირად ღირებული სპორტია რა ეხა ის 113 კილოგრამიანი რობოტია რაც ჩვენ თქვით ფასები რომ აი არის ეს რაღაცეები რა და ჩდება დაახლოებით 15-დან 30,000 დოლარამდეც რომელიც დიდი ალბათობით იქიდან მთელი ვერ გამა. კი, აი მაგის ძალიან დიდი ალბათობაა რა. იმიტომ რომ ორივე რობოტი იმის გამო შედის სცენაზე, რომ გაანადგუროს. ერთი ვეღარ გამოდის. მინიმუმ ერთი ვერ გამოდის. უმეტეს შემთხვევაში ორივე მაგალითად დაზიანებული გამოდის ხოლმე რა, იმიტომ რომ ხა ისეთი ჭკვიანები არის ამ ხელა გამოსილებით, რომ მინიმალური დაზიანებას მაინც გააყენებს. რა, ერთი რა თქმა უნდა დასწრებადეს არის სწორად მან შეერჩიო და იმაზეც გათვალო, რომ იმას ქონდეს ცოტა ცუდი კუთხე ან შემდეგ, მაგრამ დაზიანებას ყველა ვარიანტში იღებ. მაშინ თვითონ დარტყმის მომენტშიც რო არტყავ ეხა ის ხო აუცი ხა იქ 113 კილოგრამში ყველა თითქმის ტიტანისგან შედგება ტიტანის კონსტრუქციები აქვს რა ხო და ეგ თავის მხრივ შეიძლება რომ შენს იარაღსაც მიაყენდეს სერიოზული ზიანი რა ამიტომ ეგეც ძალიან საინტერესოა რომ ისეთი დაშლა აწყობადი ნაწილებიც უნდა გქონდეს ეგეც გათვლადია რა ეხა მაგალითად ჩვენ რადგანაც ერთხელ ჩატარდება ეს ჩემპიონატი და ბევრი გუნდი ბევრ შეხვდება გამარჯვებული გუნდებიც, რომელიც მეორე ეტაპზე გადავლენ, იმათმა ისიც კი უნდა გაითვალისწინონ, რომ მეორე ეტაპისთვის შეიძლება რაღაც ზიანი კონდეთ მიღებული და მარტივად გამოცვალონ. კონდეთ. ეგ უნდა მეკითხა, ხო. კი, კონდეთ რაღაცა ნაწილები, იარაღები, ბატარეები, ბევრი რაღაც კონდეთ, რომ მეორე ეტაპზე გადავლენ, კონდეთ მაგის საშუალებას შეცვალონ რა. აი ეგ უნდა მეკითხა რა, უყურე მე დაუშვათ პირობებსაც ტარდება 13 ივლისში. მოვიდნენ ეს ტიპები, გაიარა ერთმა რობოტმა რაღაც პირველი რაუნდი, რომ მაგას მინდა კითხო მე ეს რაუნდები რამდენი წუთიანია და რაღაცეები რა. და დაუშვათ ისე დაზიანებულია რომ ხო ანუ იმ დღესვე იქ მალევე იწყება მეორე რაუნდი აი ეგ მაინც მალე არის კი თითოეულ ნახევარი საათი მაინც ექნება იმიტომ ბევრი გუნდი ყავს და ისე გადავანაწილებთ მაგას მაგრამ სადღაც ნახევარი საათის ინტერვალი აქვს თითოეულ გუნდს რომ მეორე ბრძოლისთვის მოემზადოს რა და იგიც სამ აი იქ უნდა კონდეს რა ხო აი გამახსენ ფორმულაში უცებრობები ხო ეგ გამახსენ და ეგრევე რომ ეგრევე რაღაც უნდა აი ეგ მთელი გუნდის ზალა მაგაშიც არის რა იქ ექნება შესაბამისი მაგიდები ექნებათ სადაც შეუულიათ რომ იმუშაონ და თავისი მაგიდი აიქნება ყველას და შესაბამისად ეგ კომპონენტის აუცილებლად გაითვალისწინონ. მაგის გარეშე ნუ და ის რაუნდები როგორ არის? აი როგორ წარმოგიდგენთ? რაუნდები არის 3 წუთიანი. ოკეი. ამ 3 წუთის განმავლობაში რობოტები აყენებენ ზიანს. ასევე გვყავს მსაჯი, რომელიც თუ არც ერთი რობოტი არ გამოვიდა წყობიდან. ამ შემთხვევაში მსაჯი წყვეს. ქულებს ინიშნო, კი, ქულებია. მაგრამ აქტიობის ქულა მაგალითად ასევე არის რობოტი თუ 10 წამის განმავლობაში არ მოძრაობს, ავტომატურად რა ვიცი, ნოკაუტი შეგვიძლია ჩავთვალოთ. ხო, შეიძლება აღარც. კი, შეიძლება რომ რაღაცა ერთი დარტყმის მერე უბრალოდ რობოტს ძალიან მარტივია რადიო სიგნალის დაკარგა, მიმღები დაკარგა პულტთან და საერთოდ აღარ მოძრაობს. რა კი არ გაფუჭდა, მაგრამ უბრალოდ აი მარტივი სიგნალი გაწყდა რა. და ნუ ამ შემთხვევაში უკვე დისკვალიფიკაციაა რა. თორემ რობოტის. ვაუ. ძალიან ბევრი სპორტული წესი აქვს რა, მსაჯები, კომენტატორები, რომელსაც მიყავთ, ასევე წამყვანი ცალკე. წამყვანი ცალკე, კომენტატორები ცალკე, რომელიც წაიყვანენ, ნუ მაყურებლის მხარეს უფრო საინტერესო რაღაცებს იტყვიან, გაახმოვანებენ და შემდეგ ინფორმაციას მიაწვდიან გუნდებზე. ეს რინგი შოუ ცენტრში იქნება და ხალხი ეს გარშემო. კი.
იგივე ის არის, რომაული წყობა. მაგისა ვერ გადავედით, ხო? ძალიან მაგარია. და რამდენი ადამიანი შევა ეს დროს, მაგაზე გიფიქრი? არ თვითონ ამდენ შეიძლება. კამების გაცვლა გვაქვს 200 ადამიანზე, მაგრამ შესაბამისად ეკრანები და რაღაცები გვაქვს ამ მთელ სივრცეში განაწილებული, რომ მეტმა ადამიანმა შეძლოს ყურება რა. თან ჩვენი გათვლა იყო, რომ ლაივში გავუკეთებინა სტრიმინგი. ეხლა ვფიქრობთ, რომ ლაივში გასვლა სტრიმის ხორჯობია კარგად დამუშავებული, დამონტაჟებული გავუშვათ მე ცოტა ხნის მე ერთი კვირის მე მაგალითად რა. ალბათ უფრო ეგრე გადავწყვიტავთ, იმიტომ რომ გვინდა რომ მაქსიმალურად კაი მომენტები ვაჩვენოთ რა, იმიტომ რომ ნახევარი საათი რო ისვენებს რაღაცა შოუ და სულ ლაივში მთელი დღე ვერ გექნება რა და მთელი დღე ვერ უყურებ, ხო? და ბუნებრივია რომ აი უფრო ამაზე გავაკეთეთ აქცენტს, რომ რაუნდები იქნება, მე რაღაცა ინტერვიუები გუნდებთან, რაუნდების მერე კომენტარების გაკეთება და მე შემდეგი ბრძოლები ასე ვთქვი. აი ეს ლაივები არ არის ხოლმე ჩვენ რასაც უყურებთ ხოლმე? არა, დამონტაჟებულები, იმიტომ რომ ეგრევე ერთ მერე მეორე მოყვება. კი, დამონტაჟებულებია, ხო. თავიდან მეც მეგონა რომ ლაივები იყო. ხო და ძალიან ბევრი ვესაუბრეთ მათაც და ყველაფერი რაღაცები, ის წესები და რაღაცებიც გაგვიზიარეს ყველაფერი, მათ შორის შემოწმების რეგლამენტი როგორია, როგორ ამოწმებენ რაღაცა აუცილებლად ეს რობოტები 3 დღით ადრე უკვე მზად უნდა იყოს და გადიოდეს ტესტირებას რინგზე. და ბევრი ეგეთი კომპონენტია, რომელიც საორგანიზაციო ნაწილში უკანა მხარეს გვჭირდებოდა და ძალიან მხარში დაგვიდგნენ რა. და იმედი გვაქვს, რომ ამის გარდა ჩვენ ხა თქმა უნდა როგორც ასოციაცია ვაპირებთ, როგორც დრონების მიმართულებაც გავაკეთოთ. ამაზეც გვაქვს რაღაც ჩვენი გეგმები, რომ მაგალითად შემოდგომის პერიოდში სექტემბერში შეიძლება გავაკეთოთ დრონ რეისინგის მანდა სხვა მიმართულებით და ზოგადად აი ეს რობოტიკა საქართველოში ჩემპიონატებით თუ მის გარეშე სხვა საგამანათლებლო ღონისძიებებით გავაძლიეროთ. ხო, აი ხა მე მინდა იმაზე მიკითხო რა, ანუ აი სპონსორების მიმართულებით რა ხდება რა? ანუ თუ გამოიჩინეს ან ინიციატივა, ან თქვენ რომ დავუკავშირდით მაგ ხრივ როგორ იყო რა? ხო, აი მაგ კუთხით ძალიან გაგვიჭირდა რა, იმიტომ რომ ერთია რომ აი ჩვენი გათვლებით კი არა, ობიექტურად პირდაპირ სეგმენტი ვისაც არის ჩვენი ღონისძიება, ჩვენი გუნდები და ის დამწრე საზოგადოება, ისინი კი რაღაც მომენტში ვერ ხვდებიან რაშია საქმე რა არის ეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ რა. როცა ჩვენ რაღაც დაგემარების ნაწილში პირიქით წარმოგვედგინა, რომ რაღაცნაირად ესეთი მაგარი cool show, ბევრი ახალგაზრდა ადამიანი, ვის ტექი არის, ინჟინერია, რაღაცა ხო ხვდები რა, ეკოსისტემა. მაგათი აუდიტორია. ხო, მაგათი აუდიტორია რა და შეიძლება და თემატურად უფრო კავშირში ყოფილიყო, მაგრამ ჯეჯობი ძალიან გვიჭირს მაგ კუთხით, რომ ერთი ყველა გვეუბნება, რომ იცი რა, ეხა გააკეთეთ და შემდეგ მე ვიფიქრე, ეხლა შემოწმე, მე ვიფიქრე, ეხლა რომ ეხა დაიცდიან თქო და შეხედავენ თქო როგორი იქნება. ხო და ეხა ვერ გავაკეთებ თუ არავინ დაგეხმარა რა და ვერ წერას ვერ გაკეთებ. ხო, ანუ ეს რაღაც მითიური ის როა, რომ აკეთონ და მე შევხედოთ, ხო. ხო და აი ეგეთი სიტუაცია გვაქვს რა. მაგრამ საბედნიეროდ რაღაცა კარგი რაღაცნაირად კარგი ის გამოჩნდა. ისე საბედნიეროდ ჩვენი უცხოელი მეგობრები ევროკავშირის და ამერიკის საელჩოს დახმარების იმედად ვართ ეხლა რომ მათ გამოიჩინეთ ინიციატივა და სულ მალე ველოდებით მოკლედ საბოლოო პასუხს და ნახოთ მე რა როგორ იქნება. თავარია ჩვენთვის რომ ძირითადი ხარჯები გაკეთდეს რა, იმიტომ რომ კომერციული პროექტი საერთოდ არ არის, დასწრებას თავისუფალია. დაჯილდოება რაღაც რაღაცა მინიმალური რომ ამ გუნდებისთვის სამოტივაციო ნაწილი გავაძლიეროთ საპრიზო ფონდის ნაწილში და სივრცის ნაწილში, რომელიც სადაც ჩავატარებთ რა. ძირითადი ნაწილი ეს ორი კომპონენტია რა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვინც მუშაობთ საორგანიზაციო ნაწილში, ყველა ენთუზიასტია, ჩვენ ძალიან გვინდა რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. საერთოდ არ გვაინტერესებს ეს ნაწილი, ასაურების ნაწილი. ამ ეტაპზე მაინც რა, მინიმუმ ახლა ძალიან ისე რეალისტურად რო ავსახოთ რა. და მე თუ მართლა სერიოზულად მოეკიდება საზოგადოება საქართველოში რაღაცა გამვითარდება ეს თემა, მე შეიძლება რა თქმა უნდა რაღაცებზე ისაუბრო, მაგრამ ეხლა ჩვენ 3 წელია მაგალითად უფასოდ ვაკეთებთ ყველაფერს რა. ასოციაცია არსებობს და ერთ-ერთი ჩარიცხულა არასდროს. ხო და აი ეხლა არის მომენტი, სადაც გვჭირდება საზოგადოების დახმარება მაქსიმალურად რა, ესეთი რაღაცები გავაკეთოთ, ხალხსაც მოტივაციო გაუჩინოთ, იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში ყველა ადამიანისთვის, აი კოლეჯებისთვის მაგალითად, ვინც მაგალითად ინჟინერიას რობოტიკას ასწავლის რა, ეგ ცოდნა სადღაც ხომ გამოიყენოს, სადღაც ხომ გატესტონ, უფრო მეტი მოტივაცია ხომ მიეცეთ ბავშვებს რა. ხო და ძალიან რეალისტურია, რომ ესეთი ღონისძიებები ყოველთვის აი ჰაკათონები, მეიკათონები რატო იყო ძალიან მაგარი შოუ რა, ისა ღონისძიება, იმიტომ რომ
ვინც აი კომპიუტერულ ინჟინერიაზე პროგრამირებას რაღაცებს სწავლობენ, საშუალება ეძლევა და საკუთარი ცოდნა გამოცადონ სადღაც რა. და მაგის გარდა კიდე გაიცნო სხვა ადამიანები ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც იდენტურად იგივე თემით არიან დაინტერესებული და ეს კაი კოლაბორაციის საშუალებებს იძლევა ხოლმე რა სტარტაპებს ქმნიან კომპანიებს რაღაცებს აკეთებენ რა. და ეს ხონიცებას ეგეთია რომ აი ტექ ინჟინერ კომუნიც მაქსიმალურად თავშესაყრელი ადგილი გაუჩინოთ სივრცე სადაც მოვლენ ძალიან გაერთობიან მაგარ შოუს ნახავენ ვორქშოპები გვექნება ძალიან ბევრი საბოშო ზონა გვექნება სადაც უკვე აწყობილი გვაქვს მინი რინგები უკვე გამზადებული რობოტები სადაც შეუძლიათ რომ ბავშვებმა გატესტონ ითამაშონ თვითონ სათამაშო ეგეთი რინგები ბევრი სუმო რობოტების სცენები გვექნება სადაც სუმო რობოტების მიმართულებით იქნება გვექნება მეინ სცენა სადაც უშუალოდ რობოტების ბრძოლა ჩატარდება ხო და რა ვიცი ბევრი შუქი ბევრი ეფექტები გართობა კომუნიკაცია მოგეთ რა ვიცი ფიქრობ რომ ჩვენ ქვეყანაში ეხა ამ განსაკუთრებით ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცნაირად ეს ინტელექტუალურად დავიხარჯოთ რაღაცაში რა ერთდღიანი იქნება თავარია დაიწყება 11-ზე დამთავრდება 6-7-ისთვის ძალიან მოკლედროიანი მარტივი გასართობი. და რაც თავარია ეგ არის რომ პოპულარიზაცია რომ მოხდეს ზოგადად ახალგაზრდებში ხო რაღაცა ამ მიმართულებით ტექნოლოგიების, რობოტიკის და ინჟინერიის რაც უმნიშვნელოვანესია ზოგადად და შენ თქმის არ იყოს ხარ როგორც შენ თქვი რომ რაღაცა ბავშვობაში ვნახეო და მომეწონაო და რაღაცა მინდა ვაკეთოს ხო ძალიან ბევრი შეიძლება ეგრე იქნას ხო და რავი ახლა თუ ვიღაცა უყურებს რაღაცა სიტყვაზე ფეხბურთელს და ფეხბურთელობა უნდება მომავალში ეგაა რომ ეგეთი რაღაც მიმართულებები თუ გამithარდება ვიღაცას რავი თავის რობოტს გაკეთება მოუნდება რა ხო ეგ არის ადამიანში თუ ზოგადად რომ უყურებ რაღაცას რაღაც ლამაზ სანახაობა შოუა მე გინდა და ამ იმას თუ მიმართავ უფრო ეგეთი რაღაც რობოტიკისკენ ტექნოლოგიებისკენ ძალიან მაგარია მოკლედ წარმატებები გამიხარდა რომ ჩვენთან მოხდი და რა ვიცი ჩვენ აუცილებლად მოვალთ next-დან და რა ვიცი აი მედაწმელი ვესტების რა აი სიუჟეტი გავაკეთოთ თქვენთან რა და მადლობა მოკლედ ჩვენთან ერთ დრო იყავი მადლობა მაყურებელსაც, მსმენელსაც და რა ვიკპირდებით რომ აი ხა რაზეც ვისაუბრეთ, ამაზე რაღაც კარგ ვიდეოს მოკლედ ზაფხულში ჩვენ გადავიღებთ და გაჩვენებთ. მომავალ შეხვედრამდე რამე კი შეგიძლიათ გამოგვიწეროთ Nexton-ში, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. დროებით.